აქ ქმნით სივრცეს ყველა ასაკისთვის. აქ არ ვჭორავთ. აქ არ ვინტრიგნობთ. აქ არ ვკარგავთ ადამიანურ სახეს. აქ ვსაუბრობთ თემებზე, რომელიც ყველა ასაკის ინტერესს მოიცავს. აქ განვიხილავთ საინტერესო და ტაბუდადებულ თემებს. აქ ვსაუბრობთ იმ დეტალებზე, რომელიც ბევრისთვის უცხო და უცნობია. აქ ვსაუბრობთ მათთან და მათზე, ვის შესახებაც თაობებმა უნდა იცოდნენ. აქ ვაკეთებთ ანალიზს და დასკვნებს იმ ადამიანებთან ერთად, ვისი სიტყვაც წონადი და ავტორიტეტულია. ვაკეთებთ აქ დვალიშვილთან. მოგესალმებით ყველას YouTube არხზე. დვალიშვილთან დღევანდელ ვიდეოში გვინდა შემოგთავაზოთ მცირე ანალიზი ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირების. შესაძლოა ბევრი დამეთანხმოთ, ბევრი არა, თუმცა იმაში მაინც დამეთანხმებით ალბათ, რომ დასკვნები გასაკეთებელია, სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას და მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო ვიდეო გველის, თუმცა ვიდრე დავიწყებდე საუბარს იქამდე აუცილებლად თითოეულ თქვენგანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, ვინც ჩვენი გამომწერია, ჩვენი პლატფორმების გამომწერია, ვინც თვალს გვადევნებს და მე მოხარული ვარ, რომ ნელ-ნელა ჩვენი გამომწერების რაოდენობა მატულობს და რასაკვირველია, მათაც ძალიან დიდი მადლობა, ვინც ახლა შემოგვიერთდით. რაც შეეხება დღევანდელ თემას, მგონია რომ აქტუალურია, მგონია რომ საჭიროა და მგონია რომ ძალიან ბევრი სათქმელს ვიტყვით ამ ვიდეოში. თუმცა აქვე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ თუკი ნაკრებისთვის ტაშია დასაკრავი და შესაბამისად მადლობა სათქმელი, აქამდეც ერთ-ერთი პირველი მე ვიყავი და ამის შემდეგაც ერთ-ერთი პირველი მე ვიქნები ზუსტად ისე, როგორც არასდროს არავის არ ჩამოვრჩები ნაკრების გაკრიტიკებაში, თუკი ეს იქნება საფუძვლიანი, იმიტომ რომ სხვაგვარად არ შეიძლება, სხვაგვარად არ გამოვა, კრიტიკა აუცილებელია, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ეს უნდა იყოს საფუძვლიანი და დასაბუთებული. მე ვფიქრობ, რომ ესპანეთის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრის სცენარიდან და შინაარსიდან გამომდინარე, სალაპარაკო მართლაც ბევრია და გასაკრიტიკებელიც გვაქვს ქართულ გულშემატკივარს, იმიტომ რომ ჩვენ გაცილებით მეტის მოლოდინი გქონდა. მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად და დავიწყოთ იმით, რა ხდებოდა ესპანეთში მატჩის წინ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ იცით, რომ დაახლოებით 1 წლის წინ ძალიან მძიმე ვითარება იყო ამ რეგიონში, სადაც შეხვედრა უნდა გამართულიყო გულისხმობ წყალდიდობას, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ბუნებრივია ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა მას შემდეგ, რომ პრევენციული ზომები მოეხდინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიურ ცვლილებებს ეხებოდა ეს საქმე და ასე მოხდა ახლაც. ამ მოსალოდნელმა ამინდის გაუარესებამ ძალიან დიდი კორექტივები შეიტანა მოახლოებული თამაშის წინ, კორექტივები კი განსაკუთრებით ეხებოდა წინა სამატჩო ვარჯიშსა და პრესკონფერენციას და საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ ეს ვარჯიში გაიმართა იმ ბაზაზე, სადაც ნაკრები ცხოვრობდა 5 დღის განმავლობაში და პრესკონფერენციაც ვილისანიორმა გამართა ონლაინ რეჟიმში. მთავარი და აქტუალური კითხვა იყო ის, თუ რამდენად იყო მზად მოახლოებული მატჩისთვის ხვიჩა კვარაცხელია გამომდინარე მისი ტრავმიდან და შესაბამისად ჩვენ ვიცით, რომ ხვიჩა მთელი აი ამ დღეების განმავლობაში სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და შესაბამისად იმედიც ბუნებრივია იყო იმისა, რომ ხვიჩა მოედანზე გამოვიდოდა და ბევრ თავწატეხს გაუჩენდა ესპანეთის ნაკრებს, თუმცა საბოლოო ჯამში ასე არ მოხდა, მაგრამ რახან ჩვენ მივყვებით თანმიმდევრულად, ჯერ გავიხსენოთ წინა სამატჩო ამბები. კარგი იყო ძალიან ის, რომ გუნდს დაუბრუნდა ოთარ კიტეიშვილი, რომელთან ერთადაც საქართველოს ნაკრები აბსოლუტურად განსხვავებულ თამაშს თამაშობს და მის გარეშე აბსოლუტურად განსხვავებულს.
დაუბრუნდა დვალი, ლაშა დვალი დაცვის ცენტრში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ესპანელების ბურთის ფლობიდან გამომდინარე და შეტევების ისრაფიდან გამომდინარე დამატებითი მცველით ან ლაშა დვალის რანგის ბუნებრივია გუნდს უნდა გამოდგომოდა ძალიან მაგრა. დანაკარგი ჰქონდა, ეს დანაკარგი იყო გიორგი ჩაკვეტაძის სახით, რომელიც ტრამვირებულია და დაცვის ხაზში დისკვალიფიკაცია ჰქონდა ლოჩოშვილს. პრინციპში უნდა ითქვას, რომ ის ვითარება ჯანმრთელობის მხრივ, რაც იყო საქართველოს ნაკრების რიგებში, მე მაინც ვთვლი, რომ იყო ძალიან ოპტიმისტური და შესაბამისად ეს გვაძლევდა იმის იმედს, რომ გუნდი აბსოლუტურად ჯანმრთელი სრული შემადგენლობით გავიდოდა ელჩეს მინდორზე და სათანადო წინააღმდეგობას გაუწევდა ძალიან ძლიერ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ესპანეთის ნაკრებს. მომეხმარა კლუბი რომ ნაკრებისთვის ჩამოსულიყავი 100% მზად და დიდი მადლობა მინდა გადავხადო მათ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ იციან ჩემთვის რა მნიშვნელობის თამაშია და მაქსიმალურად კარგად ასე ვთქვათ მოვემზადე ამ ნაკრების თამაშებისთვის და იმას აღნიშნავ რომ სანამ 1% მაინც გვაქვს შანსი რომ გავიდეთ ამ ჯგუფიდან, ყველაფერს გავაკეთებთ ბიჭები და ვიცით რა მნიშვნელობის თამაშებია ეს ორი თამაში და იმედი მაქვს რომ ყველაფერს ისე გავაკეთებთ და ისე შევასრულებთ როგორც მწვრთნელი დაგვავალებს და სასიკეთო დასრულდება ჩვენთვის. იდეალური გარემო შეირჩა იმისთვის რომ მაქსიმალურად მომემზადოთ თამაშებისთვის, ვარჯიშობთ, ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ და ასე ვთქვათ ძალიან კარგია როცა ის პერიოდი გაქვს რომ მომემზადო კარგად თამაშებისთვის, იმედია რომ ის ჩვენ სასიკეთო დასრულდება თამაშები და კარგად გზნობთ ყველა თავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან მაგარი შეგრძნებაა როცა ამხელად რო გაქვს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, შენს მეგობრებთან ერთად და რა თქმა უნდა, როდესაც ესპანეთში ჩამოდიხარ, ის ქვეყანა და ის ქალაქია, სადაც 18 წლიდან 8 წელი გავატარე და ჩემთვის აქ ყოფნა მნიშვნელოვანია თვითონ გარემოსთვისაც და ჩემი ემოციური კავშირი ძალიან დიდია. რაც შეეხება მომზადებას, რა თქმა უნდა, როცა 5 დღიანი, 6 დღიანი შეკრება გაქვს, ყოველთვის შეგიძლია რომ იმაზე მეტი იმუშაო, ვიდრე მაგალითად 2 დღიან შეკრებაზე. რაც შეეხება ესპანეთთან თამაშს, უკვე რამოდენიმე თამაში ვითამაშეთ ესპანეთთან და ვიცით რამხელა მნიშვნელობის თამაშია და რამხელა სირთულის და ვცდილობთ რომ პირველი დღიდან ყველა კარგად მომემზადოთ და ფიქრობ კარგი თამაში გამოვა და შევეცდებით რომ ჩვენ გულშემატკივარს შევთავაზოთ ის რაც ამ დროის განმავლობაში მოახერხეთ და შევთავაზეთ. ველოდები ყველა ველოდება ამ თამაშს სოფლიოს კვალიფიკაცია არის ვიცით ვილარეალში კარგად მოვეწყე და ყველაფერი მიდის კარგად და აქ ჩამოვიდით მოსაგებად ამ ორ თამაშისთვის ყველაფერს გავაკეთებთ რომ 6 ქულა ავიღოთ, ვიცით რომ ძნელი იქნება, მაგრამ ვჭირდება რომ გავიდეთ სოფლიოზე. თამაშის მოახლოებასთან ერთად რა ძალიან სასიხარულოა, ნელ-ნელა დაიწყო ქართულმა გულშემატკივარმაც შეკრება ჯერ ალიკანტეში და ელჩეში, ალიკანტე მდებარეობს დაახლოებით 20 კილომეტრში ელჩესგან და შესაბამისად ესეც გარკვეულწილად სტიმულის მომცემი იყო თითოეული ქართველისთვის. გულშემატკივარი საკმაოდ მრავლად ჩამოვიდნენ საქართველოსდან, ისევე როგორც ჩამოვიდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ბუნებრივია სტადიონისკენ დაიძრნენ ესპანეთში მცხოვრები კომაგები, ამათთან ერთად კიდევ დაახლოებით 100 გულშემატკივარი ჩამოვიდა საქართველოსდან, რომლებმაც ისიც უნდა ითქვას, რომ მთელი მატჩის განმავლობაში აი ეს ტრიბუნები, რომელზეც განთავსებულნი იყვნენ ჩვენი კომაგები, ნამდვილად მაქსიმალურად დაიხარჯნენ და რასაკვირველია მადლობა მათ, იმიტომ რომ ბიჭებისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა მოდი ჯერ მოვისმინოთ მათი წინა სამატჩო განწყობების შესახებ. განწყობა არის უმაღლესი, ველოდებით აუცილებლად წარმატებულ შედეგს მინიმუმ ფრე მაინც, იმიტომ რომ აუცილებლად გჭირდება ქულა მაინც აქედანო წავიღოთ ჩვენი კვალიფიკაციისთვის და გაგვიმართლა ბევრი აკლია, ესპანეთის ნაკრებს ბევრი მოთამაშე და იმედია რომ ჩვენ სასიკეთო დამთავრდება დღევანდელი შეხვედრა. დაგება არ განიხილება, მოსაგებადად ჩამოსულები, მან დაი დამთავრებულია ყველაფერი. ვიგებთ. ესპანეთის ძალიან ბევრი მოთამაშე არ გამოდის, ძლიერი მოთამაშე დღეს და შანსები უფრო იზრდება და იმედი გვაქვს რომ მოვიგებთ.
ახლა მოდით გადავხედოთ ვილის სანიოლის მიერ შერჩეულ შემადგენლობას, 5-3-2 ასეთი ტაქტიკა შეარჩია საქართველოს ნაკრების მთავარმომცემმა, პრინციპში ესე უნდა ითქვას, რომ დაცვითი ფუნქციების შესრულებისას ვთამაშობდით 5-3-2, შეტევით ფუნქციების შესრულებისას ვთამაშობდით, გადავეწყობოდით 3-5-2-ზე და შესაბამისად აი ამ სისტემით ვცდილობდით შეტევას ესპანეთის ნაკრების კარზე, რაც პრაქტიკულად მთელი შეხვედრის განმავლობაში არ განვიხორციელებია, თუმცა ამასაც რასაკვირველია შევეხებით, მოდით უბრალოდ გავიხსენოთ შემადგენლობა, როგორ დაიწყო საქართველოს ნაკრებმა, მამარდაშვილი კარში, დაცვის ცენტრში კაშია, დვალი, გოგლიჩიძე, ერთი შეხედვით ძალიან კარგი და ძლიერი ტრიო, ფლანგებზე კი გოჩოლეიშვილი და კაკაბაძე, ნახევარდაცვა, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, აქაც ძალიან საინტერესო ტრიოა გამომდინარე მათი შესაძლებლობებიდან, იგივე კიტეიშვილის შემოქმედებითი ხედვებიდან, ქოჩორაშვილის და მექვაბიშვილის აი ძლიერი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, რომლებსაც რეალურად საკუთარ თავზე უნდა აეღოთ ესპანეთის ნაკრების შეტევების ჩასნა და წინა ხაზი კვარაცხელია და მიქაუტაძე დუეტი, რომელიც ერთი შეხვედრით რომელზეც უნდა დამდგარიყო რეალურად საქართველოს ნაკრების შეტევები, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, ამას ბუნებრივია ჰქონდა თავისი მიზეზები და გნებავთ კვარაცხელია, გნებავთ მიქაუტაძე, ალბათ თითზე ჩამოსათვლელია ის მომენტები, როდესაც ეს ორი ფეხბურთელი ბურთს შეეხო, ძალიან რთული თამაში იყო, ბუნებრივია და ამას არავინ არ უარყოფს, მით უმეტეს ესპანეთის ნაკრები არის ის ნაკრები, რომელსაც ძალიან არ უყვარს მეტოქისთვის ბურთის მიცემა და ეს საბოლოო ჯამში პროცენტულ მაჩვენებლებშიც დადასტურდა, პროცენტებზეც ვისაუბრებთ, რასაკვირველია, იმიტომ რომ ეს მაჩვენებელი ჩემთვის პირადად არის, არ ვიცი როგორ თქვენთვის როგორ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთში ჩახედული ადამიანისთვის და ფეხბურთის მოყვარულისთვის ეს მაჩვენებელი და ეს პროცენტული მაჩვენებელი საგანგაშო უნდა იყოს, როგორც პირველი ტაიმის, ისე მეორე ტაიმის და ისე ჯამში მთელი თამაშის. მოკლედ, რაც შეეხება კვარაცხელიას, თუ დააკვირდებოდით, კვარაცხელია მიიღებდა თუ არა ბურთს, ეგრევე სამი ესპანელი ფეხბურთელის გარემოცვაში ხდებოდა და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო იქ რამის გაკეთება. რაც შეეხება მიქაუტაძეს, აქ ალბათ კიდევ უფრო მეტად უნდა როგორც კვარაცხელიას, ასევე მიქაუტაძის შემთხვევაში ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ჩვენ რეალურად გქონდა ბურთის ამოტანის პრობლემა, შეტევაში ზუსტი გადაცემების გაკეთება, ეს არ ვიცი, რით იყო განპირობებული, მე ეჭვება, რომ საქართველოს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც იმ დღეს მინდორზე იყვნენ, ნერვიულობდნენ და ამიტომ ჰქონდათ ამდენი საფეხბურთო წუნი, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ უაღრესად გამოცდილი მოთამაშეები 11-ეული შეარჩია ვილის სანიოლმა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა და პირველ ნახევარში პრაქტიკულად ისევე როგორც პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენ რეალურად ბურთი საერთოდ არ გქონია და აი აგერ არის პირველი ტაიმის სტატისტიკა და მონაცემები შეგიძლიათ თავადაც გადახედოთ, პირადად ჩემთვის ეს მსგავსი მაჩვენებელი ძალიან ცუდი და უსიამოვნოა, როდესაც აი ამ ხელა სხვაობა არის, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ესპანეთის ნაკრები, თუ რომელი ნაკრებიც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ გამეორდები და ვიტყვი, რომ ესპანეთის ნაკრები არის პლანეტაზე ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი და შესაბამისად გუნდი, რომელიც აწყობილია ბურთის ფლობაზე, თუმცა ისიც დაუშვებელია ალბათ, რომ მთელი მატჩის განმავლობაში, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, რახან პირველ ტაიმზე ვსაუბრობთ, ასეთი მაჩვენებელი იყოს და მხოლოდ ერთი გუნდი დომინირებდეს, თუნდაც ერთი კარში დარტყმა არ ქონდეს ნაკრებს, რომელსაც აქვს ამბიცია გავიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეს ამბიცია აბსოლუტურად არალოგიკურია, ხედავთ თავადაც პროცენტულ მაჩვენებელს და ერთადერთი პირველ ნახევარში, რაც საქართველოს ნაკრების მხრიდან იყო პოზიტიური და საბოლოო ჯამში, როგორც გაირკვა მთელი თამაშის განმავლობაში, სწორედ ეს მომენტი იყო პოზიტიური, ეს გახლავთ მამარდაშვილის მიერ მოგერიებული 11 მეტრიანი და პრესკონფერენციაზე პირადად მე ვილის სანიოლს კითხე, რომ უბრალოდ ჩამოეთვალა
ის პოზიტიური მომენტები, რომელიც საქართველოს ნაკრების თამაში მან დაინახა არა მხოლოდ პირველ ტაიმში, არამედ მთელი მატჩის განმავლობაში და მისი პასუხიდან, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, მე ვფიქრობ, რომ პირველ 10 წამში უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო და ყველაფერი ნათელი იყო. ესეთ კითხვა მაქვს, გარდა მამარდაშვილის მიერ მოგერიებული 11-დღიანისა რა პოზიტიურ მხარეებზე შეუძლია გააკეთოს აქცენტი მთელი თამაშის განმავლობაში. But to be honest, none. None. აი ამ პასუხიდან ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი რამ გახდა ცნობილი და ამას მინდა აუცილებლად ხაზი გაუსვა, მართლაც დასაფასებელი იყო და რას გულისხმობ. გულისხმობ იმას, რომ აი ამ შეკითხვის შემდეგ ვილისანიელმა არ დაიწყო მიზეზების ძებნა, არ დაიწყო ვიღაცაზე რაღაცის გადაბრალება, რაც ჩვენ შეჩოულები ვართ სხვათა შორის, რომ ძალიან ბევრი სპეციალისტი ამას ასე აკეთებს და შესაბამისად მან პირდაპირ და ნათლად თქვა ის, რაც რეალურად არსებობდა. არც მიუხვია, არც მოუხვია, პირდაპირ განაცხადა ის, რაც ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა ვიხილეთ მოედანზე განსაკუთრებით მატჩის პირველ ნახევარში პრინციპში აქ სიტყვა განსაკუთრებით ალბათ ზედმეტია, იმიტომ რომ მთელი თამაშის განმავლობაში ზუსტად ასე იყო და ბუნებრივია ფრანგმა სპეციალისტმა დაადასტურა ის, რასაც თითოეული ჩვენგანი ვიზიარებთ პრინციპში თითოეულმა ჩვენგანმა დავინახეთ. აი ამ პირველი ნახევრის შემდეგ მე პირადად მქონდა იმის მოლოდინი და იმედი, რომ გარკვეული ცვლილებები და კორექტივები მოხდებოდა შემადგენლობაში, თუმცა ესეც ამაოდ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩემი მოლოდინი არ გამართლა, თუმცა ვფიქრობ, რომ აი იმ შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა შეხვედრის პირველ 45 წუთში, ცვლილებები აუცილებლად განსახორციელებელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ იმ თამაშით თავისთავად ცხადია წარმოუდგენელი იყო ამ მატჩის გადარჩენა, მოგებაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია, თუნდაც ერთი გოლის გატანა. მაგრამ სანიელმა კვლავ თავი შეიკავა ცვლილებებისგან და საბოლოო ჯამში ეს ცვლილებები განახორციელება მხოლოდ 60-მე წუთზე. აქამდეც მივალთ, მაგრამ აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ როდესაც მატჩი დასრულდა, აი მეორე ტაიმის სტატისტიკურ მაჩვენებელსაც შემოგთავაზებთ, არაფერი განსაკუთრებული არ არის პირველი ტაიმის სტატისტიკისგან, გარდა ერთადერთი სხვაობისა, სადაც კარის მიმართულებით, მეტოქის კარის მიმართულებით დარტყმების გრაფაში გვაქვს ერთიანი. გაინტერესებთ, რომელი იყო ეს ერთი დარტყმა ესპანეთის კარის მიმართულებით? ეს გახდათ გოჩოლეიშვილის მიერ საკუთარი ნახევრიდან მეტოქის კარის მიმართულებით გაგზავნილი ბურთი, რომელიც მეკარემ თავისთავად ცხადია ძალიან მარტივად დაიჭირა და სწორედ აი ეს ჩაგვითვალეს იმ გრაფაში, სადაც მითითებული გვაქვს ერთი დარტყმა მეტოქის კარის მიმართულებით. დანარჩენი სტატისტიკური მონაცემები კი თქვენს ეკრანებზეა და შეგიძლიათ კიდევ ერთხელ თავად გამოიტანოთ დასკვნები და დაუბრუნდეთ ახლა ცვლილებებს. ზოგადად სანიელს არ უყვარს სწრაფი ცვლილებების განხორციელება და როგორც უკვე აღნიშნე, მან მხოლოდ 70-მე წუთზე განახორციელა ცვლილებები, თუმცა ვერ ხვდები რა იყო ამის მიზეზი, როცა მე ვფიქრობ, რომ შესვენებაზევე შეეძლო მას განახორციელებინა ეს ცვლილებები, ან თუ მაინდა-მაინც სურდა, რომ სასტარტო 11-ულით განეახლებინა მეორე ნახევარი, მაშინ არა 70-ზე, არამედ შეიძლებოდა გაცილებით უფრო ადრე მოეხდინა ეს ცვლილებები და შესაძლოა რაღაც გარკვეული კორექტივები შეგვეტანა თამაში, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ნათელი გახდა, რომ ესპანეთის ნაკრების
ფეხბურთელებს იდეალურად ყავდათ შესწავლილი მთელი საქართველოს ნაკრები და განსაკუთრებით მათი ლიდერები და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც პრაქტიკულად გასაქანი არ მისცეს, რადგან როგორც აქამდეც აღვნიშნე, თუ დააკვირდებოდით ბურთის მიღებისთანავე 3 ესპანელი ფეხბურთელის გარემოცვაში ხდებოდა და მთლიანობაში აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პირადად მე დამჭა ისეთი შტაბეშტილება, რომ ცოტა მძიმედ გადაადგილდებოდა საქართველოს ნაკრები მოედანზე და მოკლედ საბოლოო ჯამში დავმარცხდით ამ შეხვედრაში 2-0, თუმცა 0-2 უფრო სწორად რომ ვთქვათ, თუმცა მე ვიტყოდი იმას, რომ ალბათ ქართველი გულშემატკივარი გაბრაზებული, ისევე როგორც მე გაბრაზებული არ არის შედეგზე, ალბათ ქართველი გულშემატკივარი უფრო გაბრაზებულია იმაზე, რა თამაშის ხარისხი და სცენარიც აჩვენა საქართველოს ნაკრებმა. პირადად მე ნამდვილად ვარ გაბრაზებული და განაცხენებული იქიდან გამომდინარე, რომ თამაშის სტატისტიკა არის კატასტროფული, არ ვიცი, ალბათ ძალიან იშვიათია თამაშის საბოლოო სტატისტიკა იყოს აი ამ მონაცემებზე დაყრდნობილი, რომელსაც თქვენ ხედავთ და შესაბამისად მაქვს პრეტენზია და მაქვს კითხვები საქართველოს ნაკრების მწვრთნელთანაც, ფეხბურთელებთანაც, საბოლოო ჯამში გავიგოთ რა მოხდა იქ. მესმის რომ ესპანეთის ნაკრები არის უაღრესად ძლიერი გუნდი, მესმის ისიც რომ არის მსოფლიო დონის ეროვნული გუნდი, მაგრამ ის რომ კარში მთელი 90 წუთის განმავლობაში არ დაარტყა და პრაქტიკულად შეტევა არ განახორციელო, მე ვფიქრობ, რომ ასეთ ნაკრებს არ უნდა კონდეს ამბიცია გაემგზავროს და მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა მე მაინც იმედიანად ვარ განწყობილი და არ მინდა საბოლოო დასკვნები გავაკეთო საქართველოს ნაკრების სიძლიერეზე მხოლოდ და მხოლოდ ესპანეთთან გამართული მატჩი და გამომდინარე. ნელ-ნელა დასასრულისკენ უნდა წავიდე და არ მინდა ზედმეტად თავი შეგაწყინოთ. მე არ ვიცი, შეიძლება ჩემ აი ამ საუბარში ბევრ რამეში დამეთანხმოთ, ბევრში არა და კიდევ ალბათ დროა, რომ ქართველებმა აი ამ აბსურდული მოლოდინებისგან ნელ-ნელა ვისწავლოთ თავის შეკავება, მაგალითად ისეთი აბსურდული მოლოდინებისგან, როგორიც ესპანეთის თამაშის წინ იყო, რომ ვითომ ესპანეთის ნაკრებს არ ყავს იამალი, ვილიამსი და კიდევ სხვა მრავალი ნაკრების ლიდერი და აქედან გამომდინარე ჩვენ თითქოს მარტივად შეგვეძლო ესპანური ბარიერის დაძლევა და ამ შეხვედრაში წარმატებული შედეგის მიღწევა. თუმცა იმ ფონზე, რომ არ იყვნენ ესპანეთის ნაკრების გამოკვეთილი ლიდერები, არავინ არ დაფიქრებულა მეორე მედალიონის მეორე მხარეზე, რასაც ქვია ის მოთამაშეები, რომლებსაც უნდა შეევსოთ, მაგალითად იამალის, ვილიამსის, კარვახალის და სხვა დანარჩენის ადგილები. ესპანეთის ნაკრებს დღეს რეალურად 3 სრულფასოვანი გუნდის გამოყვანა შეუძლია, მინიმუმ 3 სრულფასოვანი გუნდის გამოყვანა შეუძლია მინდორზე. მაშინ რატომ ქონდა ჩვენ იმის მოლოდინი, რომ იმ ლიდერების არ ყოფნაში შეგვეძლო წარმატების მიღწევა, როცა იმ ფეხბურთელებს, ვინც მინდორზე იყვნენ, გაცილებით უფრო მეტად აქვს დასამტკიცებელი ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის, რომ ისინი იმსახურებენ ადგილს ძირითად 11-ში, ან თუნდაც იმ შემადგენლობაში, რომელიც სანაკრებო მატჩებზე იკრიბება. მათი мотиваცია ხომ გაცილებით უფრო დიდი იყო. ანუ რეალურად მათ მიეცათ შანსი, რომელიც შესაძლოა ერთხელ ქონოდათ მიცემული და ამ შანსის გამოყენებას ისინი მაქსიმალურად შეეცდებოდნენ და საბოლოო ჯამში ასეც მოხდა. მათ გამოიყენეს თავიანთი შანსი, რეალურად ესპანეთის ნაკრებმა იმ დღეს, მოდით გულწრფელად ვთქვათ და აქ არავით არც საწყენი არ არის არაფერი, არც გასაბრაზებელი, უბრალოდ ჩვენ საუბრობთ გულის ტკივილით იმ რეალობაზე, რა რეალობას ვნახეთ იმ 90 წუთის განმავლობაში. პირველი, ესპანეთის ნაკრებმა იმ დღეს საქართველოსთან ივარჯიშა მსუბუქად, პრაქტიკულად არ გამოიდინა ოფლი, არ დაგვანახა ბურთი და საბოლოო ჯამში ყველა კომპონენტში ძალიან მარტივად და იოლად მოიპოვა 3 ქულა. ეს არის რეალობა და ახლა კი ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მატჩის შემდგომ გაკეთებული კომენტარები. ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში პირველი გუნდია, ჩემი თვალსაზრისით შევეცადეთ, რომ
იმ თამაშის გეგმას მივყოლოდით, რაც თავიდანვე დასახული გქონდა. შევეცადეთ შეგვესრულებინა ბოლომდე, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ და რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდა ბურთთან ერთად რამის შექმნა და უფურთოდაც, მაგრამ შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ, აღვიდგინოთ, ვისწავლოთ ამ დაცემაზე და ხვალიდან უკვე ვიფიქროთ იმ დაძაბულ თამაშზე, რომელიც თურქეთში გველოდება და ყველას დაგვჭირდება აყურებლის და გულშემატკივრის დახმარება და ასევე თავი რომ არ დავხაროთ, ზევით ავწიოთ და ბრძოლა გავაგრძელოთ ისე როგორც აქამდე ვაკეთებდით. თურქებთან გასვლაზე თამაში საერთოდ სხვა რამეა, იმიტომ რომ იქ განსხვავებულად უყვართ ფეხბურთი, ბევრი გულშემატკივარი, თურქი გულშემატკივარი მოვა ალბათ სტადიონზე და იქნება ატმოსფერო, რომელიც ალბათ თურქებს დაეხმარებათ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ რთული თამაშის შემდეგ აღვიდგინოთ ძალები, კარგად მომემზადოთ და გავიდეთ და ვაჩვენოთ ჩვენი თამაში, რაც ესპანეთთან სამწუხაროდ არ ვაჩვენეთ. მოკლედ, ესპანეთის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრა უკვე ისტორიას ჩაბარდა, ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ოქტომბერში ორი ურთულესი გასვეთი შეხვედრა ჰქონდა, გასამართი ეს იყო ესპანეთი და თურქეთი. ესპანეთი მოვილიეთ და დღეს არანაკლებ მძიმე დაპირისპირება გველის, არანაკლებ ძლიერ და არანაკლებ მძიმე გუნდთან, ისეთ გუნდთან, როგორიც არის თურქეთის ეროვნული ნაკრები მთელი თავისი შემადგენლობით და არ დაგაღვიწყეთ, რომ მათ განსაკუთრებულ უპირატესობას უქმნის ის ფაქტორი, რომ ისინი თამაშობენ საკუთარ მოედანზე, ქოჯაელში 35,000-იან სტადიონზე და თურქების გულშემატკივრობა თითოეული თქვენგანისთვის ცნობილია. აგრესიულთან ერთად არიან ორგანიზებულები და პრაქტიკულად 90 წუთის განმავლობაში არ ჩერდებიან, რაც კიდევ უფრო მეტ წნეხს ქმნის მეტოქე გუნდის ფსიქოლოგიურ განწყობაზე და შესაბამისად დღესაც უნდა ველოდოთ იმას, რომ ქოჯაელის სტადიონი სავსე იქნება, სრული აშლაგით ჩაივლის დღევანდელი მატჩი და ამ წუთისათვის ბილეთები სრულად ამოყიდულია, ასე რომ მინდორზეც და ტრიბუნაზეც ურთულესი შეხვედრა გველის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებსაც, თუმცა რასაკვირველია, წარმატების იმედი აუცილებლად უნდა ვიქონიოთ, ეს არის ფეხბურთი გვალია და ვერავინ ვერსად ვერ გააკეთებს დღეს 100%-იან პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი გუნდი შეძლებს გამარჯვების მოპოვებას. მთავარი არის ის, რომ განწყობა გუნდში საქართველოს ნაკრებში არის ძალიან კარგი, ოპტიმისტური და ტრადიციულად საბრძოლო დასკვნები გაკეთებულია, ნუ ყოველ შემთხვევაში პრესკონფერენციაზე ვილის სანიორმა და ანზორ მეკოვიშვილმა ამის შესახებ ისაუბრეს და შესაბამისად წესი დღეს განსხვავებული საქართველოს ნაკრები უნდა ვიხილოთ, ვიდრე ვიხილეთ 11 ოქტომბერს ელჩეში. მოდით მოვისმინოთ სანიორლისა და მეკოვიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პრესკონფერენციაზე. That's a very important game tomorrow. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს ექნება ბევრი კარგი და პოზიტიური რამ საჩვენებელი. პირველი მატჩი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ძალიან კარგად დავამთავრეთ. ხვალ კი პირველივე წუთიდან ბოლო წუთამდე უნდა ვაჩვენოთ. ძალიან კარგი და აგრესიული ფეხბურთი. ძალიან თუ მატჩს ველოდებით, უბრალოდ თუ გვინდა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელიც უნდა გადავლახოთ და ვფიქრობ, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს. ნაკრები, რა თქმა უნდა, ძალებს იერთგენს ესპანეთთან დამარცხების შემდეგ და მოემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ, რადგან თუ გვინდა ეს მოხდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი იქნება. ყველანაირად ფოკუს მოვახდენთ უკვე თურქეთის თამაშზე. ვიცდებით, რომ ბევრად უკეთეს საქართველოს ვიხილოთ სტადიონზე და საუკეთესო თამაში უნდა ვითამაშოთ თურქეთთან აუცილებლად რაც გვითამაშოთ. უნდა აღვიდგინოთ ძალები, როგორც თქვი და უნდა ვითამაშოთ ჩვენი თამაში, რაც შეგვიძლია კარგად ფეხბურთის თამაში, ეს დავამტკიცეთ არაერთხელ და ასე რომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მოკლედ, აი ასეთია ვითარება საქართველოს ნაკრების ბანაკში. მე ის გადამრჩენია დაგემშვიდობოთ მატჩის მოლოდინში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ხართ ჩვენი პლატფორმების გამომწერი. მე მართლა ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ რაოდენობა ჩვენი გამომწერების მატულობს და განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდით, გვიყურეთ, გვადევნეთ თვალე, ჩვენ შევეცდებით შემოგთავაზოთ მსგავსი ანალიზები, ჩვენ შევეცდებით შემოგთავაზოთ საინტერესო ვიდეოები, ექსკლუზიური ინტერვიუები, რასაც პრინციპში ვცდილობთ, რომ აქამდე გაგვეკეთებინა და მომავალშიც ბუნებრივია შევეცდებით
ამ ყველაფრის გაკეთებას. მოკლედ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და მე გემშვიდობებით მომდევნო ვიდეომდე მე ვისურვებდი, რომ მომდევნო ვიდეო ჩვენი კიდევ უფრო ოპტიმისტური ყოფილიყო და რასაკვირველია სასიხარულო და ჩვენთვის მისაღებ შედეგებზე დაყრდნობილი. მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად, გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.